ქრისტიან დემოკრატები მერიისგან მზიურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვენ. ზაზა გაბონია აცხადებს, რომ მისთვის საინტერესოა თუ რატომ გაიმარჯვა მერის მიერ გამოცხადებულ პროექტში ტენდერში შავსიაში შეყვანილმა აბგ და კომპანიამ, რომელმაც სამუშაოების მეორე ეტაპი უნდა აწარმოოს. ქრისტიან დემოკრატებს კითხვები რეაბილიტაციის ფარგლებში ჩასტარებელ სამუშაოებთან დაკავშირებითაც აქვს. ზაზა გაბონიას განცხადებას პასუხი თბილისის მერის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა გასცა. Absolut გაუგებარია ჩვენთვის ქრისტიან დემოკრატებისთვის რატომ მისცა უფლება ეს რეაბილიტაციის სამუშაოების წარმოებისა თბილისის მერის ატენდერო კომისიამ იმ კომპანიას, რომელიც უკვე შესყიდვების აგენტოს მიერ შეყვანილია შავსიაში. მას გულისხმობს ტერმინი მზიურის რეაბილიტაციის სამუშაოების მეორე ეტაპი, ხო არ ემუქრება რაიმე მზიურის როგორც სარეკრეაციო და მეორე მხრივ ლანდშაფტურ დასასვენებელ ფუნქციას. ეს პროცედურები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ კანონმდებლობის შესაბამისად, იქნა ჩატარებული მანამდე, სანამ კომპანია მოხდებოდა შავსიაში. ცვლილებების შეტანაშეულება გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ განახორციელებს მის მიერ დაკისრებულ ვალდებულებას და ვერ გაართმევს თავს, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავაჯერებოთ კომპანიას და მას სამხობლად გავუწყოთ ასშეგულება.